ამერიკის საელჩო დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს აცხადებს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს არაკომერციულ არასამთავრობო საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. 2014 წლის პროგრამების მიხედვით პრიორიტეტული სამოქალაქო და ახალგაზრდობის ჩართულობა, გარემოს დაცვა და მასმედიის განვითარება იქნება. დაფინანსების მიღების შემთხვევაში კომისია მაქსიმუმ 24,000 ამერიკული დოლარის ოდენობით გრანტებს გასცემს. საელჩოს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საგრანტო პროგრამებით გათვალისწინებული თანხებით დაახლოებით 20-დან 25-მდე ორგანიზაცია დაფინანსდება. პროექტების მიღება მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც კომისია 3-დან 6 თვემდე აპლიკაციებს განიხილავს და დაფინანსების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის ფორმები შეუძლიათ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე შეავსონ. თემებზე წარმოდგენილი პროექტები მიიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებისგან და მედიისგან. ჩვენ ამ პირობების გასაცნობად ახლა რეგიონებში დავდივართ, ბათუმშიც ამიტომ ჩამოვედით, რათა ადგილობრივ ორგანიზაციებს გავაცნოთ კონკურსის პირობები და ხელი შეუწყოთ მათ მონაწილეობას ამ კონკურსში. გამოცხადებული მცირე საგრანტო პროგრამა, რომელიც გამოაცხადა შესაბამისმა ორგანიზაციამ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საკმაოდ აქტუალურია დღეს საქართველოში. პირველი, აქ არის საუბარი სამოქალაქო ჩართულობაზე, იმის ფონზე, როცა მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სამოქალაქო სექტორის საშუალებით მოხდეს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დახმარება, მათი გადამზადება, დატრენინგება და ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი სწორედ სამოქალაქო სექტორსაა გამიმართულებით. ძალიან დიდი პრობლემაა გარემოს დაცვის მიმართულებით და კარგია რომ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა ეს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მნიშვნელოვანი გრანტია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე ვფიქრობ ის, რომ აქ მედია ორგანიზაციებს ეძლევა საშუალება, რომ არასამთავრობო სამოქალაქო სექტორთან ერთად განახორციელონ პროექტები და მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებასა და განხორციელებაში, ასევე იმაში, რომ მედია გაძლიერდეს, იყოს უფრო პროფესიონალი გახდეს მედია და უფრო მეტად შეძლოს მან მედიის თავად ფუნქციის შესრულება.